მოგესალმებით უყურებთ ხართ გოლზე მისარხზე და დღევანდელ ვიდეოში უნდა გადავიღო ენდერმენის სურვაივალის მეორე ეპიზოდი. წინა ვიდეოს კარგი გამოხმაურება ჰქონდა და დღეს ვაპირებ რომ გადავიღო მეორე ეპიზოდი. სანამ ვიდეოზე გადავდიდეთ აუცილებლად დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ ზარზღლაკი. ეხლა კიდე დავიწყეთ. და დავიწყოთ ხეების გაჩეხვით სტანდარტულად და თუ გამოხმაურება ექნება ამ ვიდეოს, თუ ავა 150 ნახვაზე ან 100 ნახვაზე გადავიღებ კიდე შემდეგ ეპიზოდს, ჩემთვის პრობლემა არა. ცოტა ბლომად ხეები მოჩეხოთ რო გვიყოს, გავიკეთოთ დაზგა, მე სახლი ავიშენოთ, ოღონდ ჯერ გამოქვაბულში უნდა ჩავიდეთ. ვისაც პირველ ნაწილს არ გიყურებიათ, ჩემი ენდერმენი წყალში დიმეიჯს იღებს, იმიტომ რომ ნამდვილი ენდერმენია და ხოთ დამოვიწყდა რომ მეთქვა. წინა სურვალის მაპი წამეშალა და ეხლა ვაპირებ რომ თავიდან მოვიხოდო და უფრო მოვიხოდები. ჩემი აზრით და უფრო განვითარდები და დაჟე აგერ გულების გვერდზე ისეც არ არის რა. ანუ საჭმელი არ გვშია და ძირითადად არ გაგვიჭირდება. პროსტა ცუდი ის არის რომ ანუ წყალში ჩასვლა არ შეგვიძლია, მარტო ნავით შეგვიძლია გადავაადგილდეთ და თუ გემს რამე კარგს ვიპოვით, ვერ ჩავალთ და ვერ გავლურთოთ. დრო მოვიდა რომ დავიმზადოთ ჩვენ crafting table-ს. ავა ის რა გავაკეთე ჩემი გარ. გადამამუშავება დამავიწყდა ხეების და ეგრევე დავდე, შევაგდე ეგრევე და რაც არის ბარემ ესეც გადავამუშავოთ. ეხლა და დავიმზადოთ crafting table-ი. უცებ დავიკრავთოთ ეხლა ჩვენ ჯოხები. მე მაგ ჯოხებიდან დავიკრავთავ წერაქვს და ნაჯახს და მე ნავს დავიკრავთავ ეგ, იმიტომ რომ ეგეც ძალიან გამადგება. კაი, წავედით ეხლა იქნება village ვიპოვოთ. ან cave არა. ოპა, cave. ძალიან კაი იმენა. შვენიერი. იქეთ გემია? არა. ოპა, მარა წყალი არის, ხელშეგვიშლის. კაი, დავიკიდეთ, გადავხდეთ. ოპა, ეგა. ვაიმე. გადავრჩი და სხვაგან გადაგვატელეპორტირა. ოპა, იქით ოქროს ხე დაურკინები და კიდე რკინები. ოდა ხალხო იქით სკელეტონი არის, მარა არაფერს არ მიშება, იმიტომ რომ მეც მონსტრი ვარ და ჯობია ეხლა დავიკრავთოთ ჩვენ ქვის წერაქვი, რათა რკინები მოვტეხოთ. იმენა ძალიან ბლომად რკინებია, რაც ძალიან კარგი არის. ეხლა მე რკინებს გამოვწავ და ამ გოლდებს მოვტეხავ რა, რაც აქ არის. თვალებს ხედავ აქეთ, რაც ძალიან გვჭირდება, დაჟე იქით ობსიდიანებიც არის. აგი აქეთ მხარეს და ძალიან გვჭირდება ეხლა რკინები რო გამოვწვათ და გავტეხოთ გოლდი. არა. ვაიმე. ის რა არის? მოვიპოვეთ ჩვენ რამოდენმე ქვალი. არა. ვაიმე. სად გადამატელეპორტირა ბიჭო, ეს რა არის? სად არის ეგ ადგილი? ვაიმე. აუ მგონი იქით მხარეს არის, მაგრამ აქაც წყალია. დაჟე კაი დავიკიდოთ, რკინებს მოვტეხავ მე ამასობაში. აუ იმიტომ არის ცუდი რა, იმენა ენდერმენად ყოფნა. აგერ იმენა ქოალები ბლომად არის, მეტი აღარ გჭირდება, უკვე 13 ცალი მაქვს და რკინები მოვიპოვოთ, ჯობია. აქეთ მხარეს ცოტა დაგვრჩა ძალიან და იქით გოლდი არის, წავიდეთ ბარემ ავიღოთ. ჩვენი გოლდიც და შევამოწმოთ რამდენი გოლდი იქნება. თან ამებს გამოვწავ. წავედით. და ოპა, დაიმონდი. ხوار მეღადავები. იმენა დაიმონდი გავაძრეთ, რომ რამდენ სიმაღლეზე ვართ, იმენა ჩამოსული დაიმონდი რო გავაძრეთ. ძალიან კარგია იმენა, ამას ეხა მოვტეხავ უცებ რომ გავაკეთო ისენი ღუმელი და რომ გამოვწვა ჩვენი რკინები და დაიმონდი რომ ეგრები ავიღო, იმენა მოვტეხო. დავაი, ძალიან სწრაფად დავამზადოთ უცებ ჩვენი წერაქვი. აირონ წერაქვი და აგერ მოვტეხოთ უკვე 1 დაიმონდი, 2, 3, 4, 5 დაბლა კიდეცა და 6 დაიმონდი. ძალიან კარგია და იმინა მშვენიერია რა, რასაც გვაგერ ბარემ ოქროების მოვტეხოთ და მერე გამოვწვათ. ბარემ კიდე ქოალები მოვტეხოთ, გამოგვადგება, ძალიან დაგჭირდება ქოალებიც, იმდენი რკინები გვაქვს რაღაცები და რო გამოვწვათ. redstone-ის მოვტეხოთ ბარემ. კიდეთ არ დაგჭირდება რაღაც საათებს და რაღაცებს, კომპასებს თუ დავამზადებთ. ან რავი, თორჩებს, რავი. მაგრამ დიდად არ გჭირდება რა. ნენელა გადავინასვლე ზემოთ, მთავარია წყალს არ შევეხო, თორე კიდე სხვაგან გადამატელეპორტირებს. და აგერ ლაპის ლაზურს ხედავ, რომელსაც ეხლა გავტეხავ და მაინტერესებს რამდენი იქნება, იმიტომ რომ ძალიან გამოგვადგება რაღაც რომ მოვაჯადოთ ხმლები და პიკეიქსები. ამოვედით როგორც იქნა, მაგრამ აგერ წყალი უნდა დავბლოკო რა და ჩავიდეს დავლა წყალი, თორე ისევ გადამატელეპორტირებს მან და მე ისევ ამოსვლა არ გინდა. გოლდები ჩვენი ლამაზები მოვტეხოთ, რამდენი გოლდი? 2 ცალი გოლდი არის, მაგრამ არ უშავს, მაინც კარგი არის და გამოვწვათ მერე. გარიდია მაგ ხალხო იმენა, დაბლა ობსიდიანები ხო არის აი მაგით მხარეს, უცებ დავიკრავთავ ეხლა ჯოხებს, შემდეგ დაიმონდის პიკეიქს, გავტეხავ მერე ობსიდიანებს, დავაგროვებ რაღაცა და გადავალთ მერე ნეზერში.
იმენა გენიოს, ეხლა უცებ გიჟივით დაიმონდის. აბარა იმენა დაიმონდის წეროქი რამდენი ხანი თვალი არ მინახია აგერ დავდოთ. One eternity later. ამოვიდით ხალხო და ვაპირებ რომ აქეთ ამ მხარეს პატარა სახლი ავაშენო, სადაც ჩემ ინვენტორს შევინახავ, რომ ნეზერში რო გადავალთ, ხელი არ შეგვიშალოს. მოკლედ ახლა მთავარი რაც არის, უნდა გავიკეთო ასანთი, რომელიც გონი ქუალისგან, აუ არა, კაჟისგან კეთდება და ეხლა ეგ უნდა ვეზებო იმენა. კაჟის საპონელა ჩამოვედი და შეხედეთ რა დავამუღამე. ტელეპორტაცია შემიძლია ძმა. Ota, ძალიან კაი იმენა. ტოცია თუ შემიძლია, მაგაზე კაი რა არის. ეხლა ვაკეთებ პორტალს და იმედია ესე იმუშავებს ერთი ხის გამოტოვებით, აგერ ობსიდიანი ჩავდოთ 15 მაგ. რამე ხევს მოვანგრევ და ისე გავაკეთებ რა. ვა, ყველაფერი გავაკეთე და მიდი დავაი, იმედია მუშაობს. ეგა, აბარა. მინა პრო ვარ. მოკლედ ხალხო დღეისათვის სულ ეს იყო, თუ მოგეწონათ ვიდეო და ლაიქეთ, გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ ჯარისღლაკი. შემდეგ ეპიზოდში უკვე ნეზერში შევალ, თუ ეს ვიდეო 100 ნახვას გაცდება და 10-ზე მეტი ლაიქი იქნება. ნახვამდის.